Ირანში კათოლიკურ სამყაროს სულოცავ აღდგომის ბრწყინვალედებს სასწაულის ხვალისთვის დადგება მათთვის და ახლა მინდა ვისაუბრო ალბათ მე რამდენად მაგრამ მაინც მინდა რომ თქვა სკუთელის ორგანიზაციაში თავის საფარი ასე რომ ვთქვათ და ქართველი ქალბატონი მეჩუქეთი იქნის ემიგრანტია სოთაშორის დიდი ხნის ემიგრანტია მუშაობს ერთ-ერთი ქართველი ქალბატონი მართლა რომ თბილი მართლა რომ რა ვიცი რა სამშობლოს უდიდესი მოყვარული და ქართველების უდიდესი პატრიოტიზმელი ძალიან თბილი ქალბატონია და მას ვთხოვე სოთაშორის გაერკვია აი რა რაოდენობის ქართველები ბარდება და როგორ ბარდება და ამომიღო გუში და მითხრა რომ ესე იგი 2023 წელს ჩაბარებული ყოფილა ბელგიაში 800 ქართველი, ოჯახი და მარტოხელა. საქართველოს მოქალაქე, ასე რომ ვთქვათ, მაშინ იქ შეიძლება მალეუნელი აზერბაიჯანელიც იყო და სომეხი, ვთქვათ, აღალციხელი. მაგრამ საქართველოს მოქალაქე 2023 წელში ჩაბარდა 800 ადამიანი. 2024 წელში ჩაბარდა 900 ადამიანი. ესე მატება იყო. და რაც მითხრა კატასტროფული 2025-ში ჩაბარდა ბელგიის სამეფოს ჩაბარდა 1500 ადამიანი. ახლა ჯერჯერობით ბუთხარი და ამორი თვის მონაცემები ჯერ არ იყო, ალბათ მალე მეტყვის და დაიდება. აი ეს მიანიშნებს რა კატასტროფული მატებაა ემიგრანტების და არ ვიცი რა გითხრათ ახლა რა და ახლა ეს მე ვამბობ ბელგიას ახლა ბელგიაში ჩემი აზრით როგორც მე ვიცი ნაკლებად ბარდებიან და უფრო მეტი ჩაბარებები არის საფრანგეთი, გერმანია. ახლა ვინც სამუშაოდ მოდის, ის ცოტა სხვა ფენა არის, იტალია, ამერიკა, საბერძნეთი, პოლონეთი, ესპანეთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს კატასტროფული სიტუაცია გვაქვს ამ ფონზე, როცა ასეთი მატება ემიგრანტების, ამ ფონზე სიკვდილიანობა მაღალი მაჩვენებელია, დღე არ გავაავტოს საგზაო შემთხვევა იქნება, ნარკოტიკი იქნება, მკვლელობა იქნება, თუ რაღაცა, არ ვიცი რა, ყველაფერი ერთად. სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლები გვაქვს და შობადობის ძალიან დაბალი მაჩვენებლები გვაქვს და ასევე არა მაქვს მონაცემები თუ რამდენი ემიგრანტი შემოდის საქართველოში, თქვა 23-ში რამდენი იყო, 24-ში რამდენი იყო და 25-ში რამდენი. ეს ციფრი რო ვიცოდე, ალბათ ფლად კატასტროფული სიტუაცია დაისახებოდა. ამიტომ მინდა ახლა მივმართო, ვისაც ოდნავ გვიყვარს ეგ ქვეყანა. და განსაკუთრებით მინდა მივმართო პოლიციელებს, პროკურორებს, მოსამართლეებს. აი, თქვენ თვალწინ ქვეყანას ეხმება დედა და ეს ხდება თქვენი უშუალო მონაწილეობით. თქვენზე დგას დღევანდელი ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და თქვენ ასრულებთ მისბრძანებებს და აძლევთ საშუალებას ასე გაანადგუროს ქვეყანა. ამიტომ ძალიან გთხოვთ, დილას რომ ადგებით, პიჟვარი გადაიწერეთ და დაფიქრდით, რას აკეთებთ და ნუ გაწირავთ ქვეყანას.